იმისთვის რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 90-იანი წლების სომხეთს, სადაც პირველ ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ სომხეთი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, კონკრეტულად კი საკმაოდ სუვერენული ქვეყანა და სომხეთს ხელმძღვანელობდა პრაქტიკულად ომში გამარჯვებული პირი ვაზგენ სარქსიანი, რომელიც ეროვნულ გმირად არის მიჩნეული იყო, თავდაცვის მერე პრემიერ-მინისტრი და რომელიც პარლამენტის შენობაში მოკლეს. და 27 ოქტომბერს 1999 წლის, როცა ეს მკვლელობა მოხდა, არა მხოლოდ ვაზგენ სარქსიანი, არამედ მთელი პრაქტიკულად პოლიტიკური ელიტა მოკლეს პარლამენტში, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც იყო მიმართული პრაქტიკულად სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მაგ დღესვე მოხდა სომხეთში კათოლიკოს პატრიარქის არჩევნები და დღეს ცნობილი გარეგინ მეორე მაგ დღეიდან ასევე გახდა კათოლიკოს პატრიარქი. სომხეთში მიიჩნევა, რომ ეგ არის დღე, როდესაც რუსეთმა ჩაატარა სპეციალური ოპერაცია სომხეთში, მოკლა სუვერენული ქვეყნის სუვერენული ხელმძღვანელობა, ძალიან ეს ჩაანაცვლა რუსეთის აგენტებით და მაგის მერე ერთადერთი ვინც გადარჩა რობერტ ქოჩარიანი იყო, რომელიც ჭიდროდ არის დაკავშირებული, ესე იგი, პუტინთან და კონკრეტულად კგბ-სთან ჯერ კიდევ და ხდება პრეზიდენტი. ამავდროულად ეკლესიაშიც კიდე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ეხლა ვრცელდება მაგაზეც სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად რომ გარეგინ პირველი, რომელიც იყო წინამორბედი გარეგინ მეორეს და საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურა, პატრიარქი, რომელიც უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა, აქაც კითხვები ჩდება საერთოდ ეს როგორ მოხდა. ამიტომ ეს პროცესები ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ სომხეთის სუვერენიტეტის დაშლა მოხდა და რა იწყება 1999 წლიდან. რუსეთი ეტაპობრივად ანგრევს სომხურ სახელმწიფოს, ანგრევს მის ინსტიტუტებს, ეს იქნება მათ შორის ჯარი, ეს იქნება სომხეთის უსაფრთხოების სისტემა, სუსი მაგალითად სომხური, ამორჩილებს მთლიანად ყველა შტოს რუსეთზე, უკავშირებს მას, მათ შორის ეკლესიას იმორჩილებს და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკონომიკას მთლიანად ხდება სტრატეგიული ობიექტების მითვისება და სომხეთის პრაქტიკულად გუბერნიად გადაქცევა. ამის შემდეგ სომხიერი ცდილობს ამასთან ბრძოლას და 2008 წელს მათ შორის ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით არის უზარმაზარი აქციები, როდესაც ცდილობენ ასე ვთქვათ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტს და მაგ 1 მარტს რობერტ ქოჩარიანის ხელისუფლება იყენებს იარაღს მათ შორის და კლავს მომიტინგეებს, მშვიდობიან მომიტინგეებს ერევანში. ამის შემდეგ ხდება უზურპაცია კიდევ უფრო ძალაუფლების და მხოლოდ 2018 წელს უზარმაზარი ხალხში გააზრების შემდეგ, რომ ასე ცხოვრება ის გაგრძელება შეუძლებელია და მე ეს მაგონებს დღევანდელ საქართველოს, როცა ყველა ხვდებით, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეხლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და გამოვიდნენ და იქ არისო ნიკოლ ფაშინიანის გამო ეს არამედ ნიკოლ ფაშინიანი უბრალოდ აღმოჩნდა სწორ ადგილას, სწორი პიროვნება და უხელმძღვანელა გარკვეულწილად ამ პროცესს, ხალხმა მოახდინა რევოლუცია, რომლის შემდეგ იწყება აღდგენა სახელმწიფო სისტემების, სტრუქტურების, დამოუკიდებლობის, ეკონომიკის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხი დღესაც იაზრებს, რომ ყარაბაღის მეორე ომში დამარცხება უკავშირდება 1999 წელს დაწყებულ მოვლენებს. სომხეთი რომ ყოფილიყო ისე სუვერენული, გააგრძელებდა სახელმწიფოს მშენებლობას და უფლებას არ მისცემდა, რომ ასე დასრულებულიყო ეს საკითხი, რადგანაც ეს თვითონ როგორც დასრულდა, არ არის ეს კონფლიქტის სწორი დასრულების ფორმა, როცა 120,000 ადამიანი კვიდრი მოსახლეობა ამ მიწების უბრალოდ ეთნიკური წმენდა მოხდა და ეს საკითხი ასე თან როცა მეორე მხარეს ავტორიტარული ქვეყანა არის აზერბაიჯანი, ეს საკმაოდ რთულია ამას უწოდა მოგვარებული კონფლიქტი. შესაბამისად, სომხეთის მთელი мотиваცია ამ პროცესში იმაში იყო, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს შეთანხმებით და დიპლომატიის გზით. ამიტომ აი შეთანხმებაზე მინდა კითხოთ, რომელზეც მიმდინარეობს ახლა აი თქვენი აზრით ეს რას მოიტანს ამ ორი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის და თან თურქეთიც აქტიურად არის ჩართული და რაღაც იგურება ახალი სამეული თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სამწუხაროდ ჩვენ აქ. ის შეცდომა, რომელიც სომხეთს მოუვიდა, რომ რუსეთზე იყო გაცვლა მისი უსაფრთხოების სისტემის, ძალიან ძვირი დაუჯდა სომხეთს შესაბამისად. იმ ხრივ რომ აღმოჩნდა, რომ რუსეთი არა მხოლოდ არ არის სანდო პარტნიორი, იმ შემთხვევაში, როცა მთლიანად ყველაფერი ჩააბარე და ეს ჩვენთვის საქართველოსთვის
ძალიან სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს, რომ რუსეთს თუ ყველაფერს ჩააბარებ, მაინც გიღალატებს, არავითარ შემთხვევაში მისი იმედი არ უნდა კონდეს. სომხეთს უღალატეს 2020 წელს, მანამდე 2016 წელს წინა ხელისუფლების დროს ჯერ კიდევ პრორუსულის, როცა ყარაბაღში ასევე იყო 4 დღიანი ომი და შემდეგ უკვე სომხეთის ტერიტორიაზე როცა ხდება თავდასხმა აზერბაიჯანის ჯერმუკის მიმართულებით, მაგალითად ვერინ-შორჟას ნერქითანდის დღესაც აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებზე იმყოფება და ეს პრობლემურ საკითხად რჩება. რუსეთმა იქ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვიცით ეს სომხეთის ტერიტორიები არის თუ არა. და ამის შემდეგ სომხეთში უკვე გაიაზრეს, რომ თუ ყარაბაღში კი ბატონო შეიძლება ეს იურიდიულ საფუძველს არ იძლეოდა, იმიტომ რომ საერთაშორისო აღიარებულ ტერიტორიებს ცდებოდა და სხვა საკითხი იყო, თუმცა იქაც შეეძლო რუსეთს მინიმუმ ქონოდა ის პოზიცია, რომ დაებალანსებინა ვითარება, მაგრამ რუსეთი იქაც აღმოჩნდა, რომ კონფლიქტის მომხრე არის და არა რამენაირად მშვიდობის შენარჩუნების. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ რუსეთს არანაირი გათვლა, რომ აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა არ აქვს. ამიტომ სომხეთი დღეს ხვდება, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა არის პირველი საკითხი. რუსეთის დობა არ შეიძლება არც ორმხრივი შეთანხმებებით, არც ეგრეთ წოდებული ოდეკაბეს ფარგლებში შეთანხმებებით, ამიტომ იქ გაყინულია სომხეთის მონაწილეობა და სომხეთი დღეს ცდილობს ორმხრივად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ნორმალიზაცია სომხეთს წარმოუდგენია, რა თქმა უნდა, დასავლურ პრიზმაში. შეერთებული შტატების და ევროკავშირის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაგალითად, სომხეთში ამოქმედ და აი ამ თავდასხმის მერე სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მთელ საზღვარს დღეს ევროკავშირი აზერბაიჯანთან საზღვარს ევროკავშირი აკონტროლებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ერთადერთი ვისი ნდობა შეიძლება ამ რეგიონში, ამ რთულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველა მეზობელთან უნდა ცდილობდე ურთიერთობის ნორმალიზაციას და სომხეთიც ამას ცდილობს, მაგრამ ეს არის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. კი. ესეც მეკითხა და დღეს ამბობენ სომხეთში, რომ ჩვენ არ დაუშვით ივანიშვილი 2 სომხეთში, ხო? აი, მაინტერესებს რა პარალელებს თქვენ საუბრეთ გარკვეულწილად ამ პარალელებზე, მაგრამ აი რუსეთმა ჩვენ შემთხვევაში ჯერ იყო მაგალითად ფაშინიან 2018 წელი ახსენეთ თქვენ, აი რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში, რომ იგივე არ განმეორებულიყო. გულისხმობ იმას, რომ არჩევნების გზით მშვიდობიანად შეცვლილიყო 2024 წელს მაგალითად ხელისუფლება და დღეს იქ არ ყოფილიყავით, რაც სადაც ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. რუსეთმა გაიაზრა რეალურად, რომ უბრალოდ არ უნდა დაუშვას, წინასწარ უნდა ის გზები, სადაც სომხეთი რა გზებითაც მივიდა 2018 წლამდე, ანუ ეს საერთო სახალხო რევოლუციამდე, დღეს ზუსტად ამის ჩახერგვას ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი. იმიტომ რომ რეალურად რუსეთს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა 80%-ზე მეტი, არა მხოლოდ პროევროპულად და პროქართულად არის განწყობილი, არამედ მათ აბსოლუტურ ამ პროპაგანდაზე არავინ არ იყიდება, არავის არ შეჯერა ამ პროპაგანდის. ერთადერთი უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ ძალაუფლების მქონე რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს ყველანაირი გზები იმისთვის, რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება. სომხეთში მთელი ამბავი იმაში იყო, რომ ეს იმდენად უკვე, ასე ვთქვათ, მომწიფებული მდგომარეობა იყო, რომ სხვა ალტერნატივა არ რჩებოდა. მე ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებაშიც მომწიფებული ხდება ის საკითხი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. სომხეთში ფიქრობდნენ, ან წავალთ ამ ქვეყნიდან ყველა, დარჩება რუსული ბაზა და მომსახურე პერსონალი, ან მაშინ უნდა ყველაფერი გადავდოთ საერთოდ, გამოვიდეთ და გავაჩეროთ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი თვენახევრის განმავლობაში დაახლოებით, მოვაწყოთ პარალიზება ქვეყნის და ამის მერე ვაჩვენოთ მათ შორის რეჟიმს, რომ თქვენ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრებას ვერ გააგრძელებთ. ზუსტად იგივე პროცესი არის ჩვენთანაც, იმიტომ რომ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. ან ყველა წავალთ და დარჩება ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე ბანდის გარკვეული ადამიანები, ვინც უბრალოდ მათ აქ მომსახურეობას გაუწევენ და ყველა ქართველი პრაქტიკულად ემიგრაციაში წავა და აქ არაფერი არ დარჩება, ან მეორე მხრივ ყველა უნდა გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილი გავისტუმროთ და ბიძინა ივანიშვილის კარგი მაგალითი დღეს არის ბიძინა ივანიშვილი რა არის და რას აპირებდა და საერთოდ რა პროექტი არის სამველ კარაპეტიანი, რუსი ოლიგარქი, რომელიც ზუსტად იგივე მიზნებისთვის სომხეთში გამოაგზავნეს, ასევე ქველმოქმედი ეკლესიასთან ძალიან ახლოს, ასე ვთქვათ, მხოლოდ პოზიტიური იმიჯი აქვს, გეგონება კეთილი ადამიანია და ასე შემდეგ, მაგრამ რუსი ოლიგარქია, რომელიც ძალიან კარგ რაღაცებს პირდება სომხეთს, მაგრამ საზოგადოებას ესმის, ეს არის ივანიშვილი 2, რომელსაც უნდა დემოკრატიის სახელით ევროპაში ინტეგრაციას ხოფირდებოდა ივანიშვილი. ჩრდილოეთ კორეის აშენება. ერთადერთი უბრალოდ გათვლა ის არის, რომ ივანიშვილია თუ კარაპეტიანი, მათ შორის განსხვავება არ არსებობს. რუსი ოლიგარქი არ არის არც ქართველი, არც სომეხი, არც კავკასიის ჩვენ რეგიონში ჩვენ
ადრე თუ საქართველო იყო აქ შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში ევროკავშირის დასაყრდენი საერთოდ დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი რაც გვაძლევდა უზარმაზარ ბენეფიტებს იქნებოდა ის ფინანსურ სფეროში, ტექნოლოგიებში, სამხედრო სფეროში დღეს ეს როლი რეალურად გადასულია სომხეთში. აზერბაიჯანზე აგერ ისაუბრა, სომხეთი ამ როლს ითვისებს, საქართველოს დღეს არანაირი როლის გარეშე არ არის, უბრალოდ როლი არ გაგვაჩნია. საქართველოს დღეს რთულია უწოდო სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილის საკუთრება უფრო, რომელიც სამწუხაროდ რუსეთის გუბერნიზაცია ხდება, მათ შორის ჩვენ უზარმაზარი პრობლემები გვაქვს სამხედრო მიმართულებით, იმიტომ რომ აბა ომი გვინდას მეორე მხარეს დგას ის, რომ ჩვენი ჯარი არის ყველაზე სუსტი რეგიონში, არაფრისთვის მზად არ ვართ. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება რუსეთი, ჩვენი მოკავშირეები დავკარგეთ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი და დიდი გაერთიანებული სამეფო, ვისთანაც შეგვიძლია ამ ჯარის გაძლიერება და ამის საპირწონედ არანაირი უსაფრთხოების სივრცე და გარემო არ გაგვაჩნია. აზერბაიჯანს თურქეთთან აქვს ნამდვილად, სომხეთს დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ჩვენ სად ვართ? არსად არ ვართ. ბიძინა ივანიშვილმა დაშალა პრაქტიკულად ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, ჩვენი სახელმწიფო მმართველობის სისტემა, საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და რა თქმა უნდა, ეს არის წარმოუდგენლად დიდი საფრთხე, რომელიც ჩვენ უნდა გავასწოროთ, იმიტომ რომ რაც შეიძლება მალე ეს რეჟიმი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ჩვენ უნდა გქონდეს დემოკრატიული მრავალპარტიული სისტემა მართლა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ანალიზებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ამ სტუდიაში.